ესეთი გაშლავნა შემოგთავაზოთ ახლა მეგობრებო. ტოპ 10-ში ყოფი ერთ-ერთი თქვენი საყვარელი გაშლებიდან და მოთხოვნებიდან პაუზა თუ დასასრული. ჩაფიქრეთ თქვენი თავი, თქვენი პარტნიორი, ფიქრეთ თქვენი სიტუაციაზე და ნახოთ ახლა რას გვეჩვენებს კარტი. პაუზა თუ დასასრული გავაკეთეთ. პირველ რიგში რა ენერგიებში ხართ თქვენ, თუ დაემთხვა განაგზეთ ამ გაშლის ყურება. მოწონებები, გამოწერები, გაზიარებები, არ დაგავიწყოთ ძალიან გთხოვთ, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავანახოთ TikTok-ს რამდენ ადამიანს უხარია და ჭირდება ჩემი გვერდი და ჩემი ვიდეოების ნახვა თქვენგან ენერგოცვლისთვის. მადლობა წინასწარ. ენერგიებში ხართ შეყვარებული ადამიანის, თურმე წარმოდგენილი ხართ იმპერატორად, გაშლა არის ორივე სქესზე, ქალებისთვის გეტყვით, რომ მამაკაცური იმპერატორული ესეთი თქვენი შარმი, ასე ვიტყოდი, ცოტა მოჭარბებული უფრო მამაკაცურ ენერგეტიკაში ხართ. ეს იქნება ის, რომ ოჯახს უვლით როგორც მამაკაცი და ქალი, ასევე ორივე შეთავსებულობა გააქვთ ფინანსურად. უზრუნველყოფთ, ასე ვთქვათ, მთელი ჭაპანი თქვენ კისერზე გაქვთ მოკიდებული ქალისაც და კაცისაც. ეს იქნება ის, რომ თქვენი საკუთარი ბიზნესი გაქვთ, ეს იქნება ის, რომ ვიღაცის მეუღლის როლში ხართ რაღაცა ნაწილისთვის. ასევე იქნება ის, რომ თქვენი თავი და თქვენი იმპერატორული უდიდებულესობა არის თქვენთვის პირველ ადგილას. ძალიან გიყვართ თქვენი თავი, ძალიან ეგო მაღალი გაქვთ. ითვალისწინებთ ყოველთვის თქვენ რა გაწყობთ, თქვენ როგორ გაწყობთ, თქვენ როგორ გესიამოვნებათ, აქედან გამომდინარე ახორციელებთ ნაბიჯებს თქვენ ცხოვრებაში. თუმცა ეხლა მიჩვენებენ, რომ ხართ რაღაცა მეორე გაშლა და მეორე ბედის ბორბალი იგივენაირად. ძალიან სასიამოვნოა, რომ ბოლო გაშლები, როგორც ხედავ, დღეს რასაც ვაკეთებ, დადებითი ენერგეტიკით მოდის და მიხარია ამდენი დადებითი ენერგეტიკა, თუ ესე იგი ყველასთვის რაღაცნაირად დადებითად ტრიალდება ბედის ბორბალი, სასიკეთოდ ასე ვიტყოდით და ეტყობა ეს დადებითი ენერგია და აურა ახალ წელთან ერთად უმეტესობა ხალხში იცვლება, ასე იგი მოდის დადებითი, უარყოფითის დასრულების პერიოდია და ძალიან სასიამოვნოა. დადებითი ბედის ბორბალის თქვენსკენ შემოbrunების მომენტი გიდგათ. აი რაღაცა ელოდით დიდხანს ამ ბედის თქვენსკენ მოbrunებას, ეს იქნება იღბალი მოგებაში, იღბალი საყვარელი ადამიანის როგორც იქნა შეხვედრაში, იღბალი და გამართლება, აი რაღაცა იოლად გამოგივათ. უკვე იწყება ის პერიოდი, რომ აი იოლად გამოგივათ, სამსახური შეცვლა თუ გინდათ, აი იოლად იპოვით იმ ადამიანს, ვინც დაგეხმარებათ და დაგაკვალიანებთ, გზაზე დაგაყენებთ, სივის გაგაგზავნინებთ, ხელს მოგიმართავთ, მიმართულებას მოგცემთ. თუ აი საქმე ეხებოდა საყვარელ ადამიანს, რომ ვერა და ვერ სათქვენოს ვერ პოულობდით და თითქოს რაღაცა ყველას ის არ იყო, ვინც თქვენ გინდოდათ, აი რაღაცა ბრახ გამოჩნდება ახლა სრულიად შემთხვევით და სრულიად ისეთ ადგილას, სადაც არ შეიძლება გაპრანჭული არ ხართ, არ შეიძლება მზად არიყავით ამ თქვენი ბედიღბალთან სახით, ასე ვთქვათ, პირისპირ შეხვედრისთვის, მაგრამ აი უეცრად რაღაცა გასაოცარ სიტუაციაში დაადგილას შეხვდებით იმ ადამიანს, რომელიც სრულიად ამოაყირავებს თქვენ ცხოვრებას და ასე ვთქვათ, უღიმღამო დღეებიდან სრულიად აღფრთოვანებულ, სასიამოვნო, გათენებულ ბედნიერ დილას და საღამოს იგრძნობთ. გესიამოვნებათ რაღაცა და თქვენ წარმატების ხელის შემწყობი ენერგეტიკა მოდის და ყველასთვის ღმერთმა ასე ინებოს, რომ დადებითი წამოვიდეს, რაშიც მე გილოცავთ ნამდვილად მთელი გულით და სულით, სიყვარულის ენერგეტიკას აჩვენებენ, შეყვარებულს გაჩვენებენ, უფრო გაშლა სავარაუდოდ უფრო მამაკაცებისთვის იქნება, მაგრამ ასევე იქნება ქალბატონებისთვის. ანუ მამაკაცი თუ უყურებთ, თქვენ ხართ ახლა შეყვარებულ რეჟიმში და ძალიან გიხარიათ ცხოვრება და გიხარიათ გათენება, აი რაღაცა ცხრიან თასი კალოდის ძირში, რომელიც აღტკინებას, ემოციურ ბედნიერებას, აი კმაყოფილებას მაქსიმალურად აჩვენებს შენი ცხოვრების სტილით, შენი გათენებული დილით, მადლიერებით,
სამყაროს მიმართ, ღმერთის მიმართ, ადამიანების მიმართ რაღაცნაირი კმაყოფილების ენერგეტიკა გაქვთ. კიდევ ვიმეორებ, ძალიან ბევრისთვის იქნება, რომ საყვარელი ადამიანი ბედის შემოbrudებით ან განაახლეთ ურთიერთობა და წარსულ იმ ადამიანთან ვისაც ელოდით და არ გამოგდიოდათ რაღაცა შერიგების რეჟიმი და უეცრად შემოტრიალდა ბედი თქვენსკენ ისე რომ თავისით აეწყო და ალაგდა და შერიგდით და რაღაცა კარგ რეჟიმზე, თბილ რეჟიმზე გადახვედით, მოკლედ ძალიან კმაყოფილი რეჟიმი გაქვთ. მანდილოსნებს რაც შეეხება, გეტყვით, რომ შეყვარებული მამაკაცი გითხრათ წინ, ესე იგი, თქვენი ბედის მეორე ნახევარი, თქვენი ბედი კარზე გადგათ და ვერ გიგრძნიათ აქამდე. ბედმა იარა და როგორც იქნა მოგიყვანათ ის ადამიანი ცხოვრებაში, ვინც არის თქვენი ბედის ნაწილი. თქვენი იმპერატორი ვინც უნდა იყოს, თქვენი მეორე ნახევარი, თქვენი მეუღლე, ეს არის იმპერატორი მეუღლის კარტი, ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს უფროსის კარტიც, იმიტომ რომ იმპერატორი ხშირად სამსახურში უფროსის, მენეჯერის, დირექტორის და ასეთი ადამიანის კარტიც არის ხოლმე, მაგრამ ანუ ბედით რაღაცნაირად მოხდება ისე, რომ ეს ადამიანი თაიგულით ხელში, ყვავილებით და სიყვარულით და ემოციებით ხელში ძალიან გაგაბედნიერებთ. მე-9-ზე იგრძნობთ თავს, აი ეს არის 9-ი, აი მე-9-ზე ბედნიერებისგან იგრძნობთ თავს, დაგრძნობთ თავს, აი ესეთ ენერგეტიკაში ხარ წინა შესავალი. ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ თუ ემთხვევა, განაგრძეთ და უყურეთ. პაუზა აღარ არის, გაშლა გქონდა, პაუზა არის თუ დასასრული, მაგრამ ისეთ სიყვარულის ენერგეტიკაში ხართ, რომ ფაქტია, რომ პაუზა არ არის, მაგრამ მაინც ვნახოთ, პაუზაა თუ დასასრული თქვენ ჩაფიქრებულ პიროვნებაზე, ვიზეც თქვენ ჩაიფიქრეთ, ახლა ვნახოთ. იქნება ეს სულ სხვა პიროვნება და თქვენ სულ სხვა ჩაიფიქრეთ ვიდეოს დაწყებისას ვნახოთ. არ არის დასასრული, არ არის ცხრიან ხმალი გაქვთ, ძალიან ბევრი ფიქრები გაქვთ ნეგატიური ამ ადამიანთან მიმართებაში, ძალიან ბევრს ნერვიულობთ, ძალიან თავს იხვევთ, სტრესულად მდგომარეობა შეიძლება ბევრისთვის ასე იყოს, რომ შორს იყო ეს ადამიანი თქვენგან გადაადგილებაში, არ ვიცი, მივლინებით იყო გაგზავნილი, თქვენ იყავით მივლინებაში, ემიგრაციაში, რაღაცა დისტანცია გაკავშირებდათ, არ გაკავშირებდათ ერთმანეთს ცხოვრებისეული მომენტები, ასე ვთქვათ, ცხოვრებამ დაგაშორიშორად სიტუაციებმა რაღაცნაირად მისმა თუ თქვენმა ცხოვრებისეულმა ეს უკვე ყოველს თქვენი გაქვთ და ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრს ნერვიულობდით, დარდობდით, უძილო ღამეები გქონდათ, ლოცვაშიც ატარებდით, რომ ისევ დამდგარიყო ეს პერიოდი და მოსულიყო ეს ადამიანი თქვენთან, ძალიან ბევრს ფიქრობდით. იაზრებდით და იხსენებდით იმ პერიოდებს, როცა ეს ადამიანი რო ჩამოვა და რომ მოვა, არ ჩამოვა თუ მოვა, არ ვიცი, დაშორიშორებული რის გამო იყავით, ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრს ფიქრობდით ამ თემასთან დაკავშირებით, ფიქრები იყო ძირითადად ნეგატიური სახის და სტრესის მომცველი, რომ აი თითქოს რაღაცა იმედი აღარ გქონდათ, მაგრამ ამ პერიოდს, ასე ვთქვათ, ამ ბავშვურ სანერვიულოს გადააგორებთ, ვინაიდან ეს ადამიანი თქვენ წინ აღმოჩნდება. ძალიან ბევრისთვის ეს იქნება ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი, ვერძი, ლომი, ანა, შულდოსანი, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებლობა არ არის, რომ იყოს ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი. ეს ადამიანი არის ძალიან ძლიერი, ფიზიკურად ძალიან ძლიერია, ფიზიკურობას თუ ვიტყვით, ძალიან ბევრის ამტანია, ძალიან უყვარს შრომა, შრომის მოყვარულია, ესეთი ცეცხლივით არის. არ ჩერდება, არ შეუძლია უმუშევრად ერთი დღის გათენება დასვენების დღე, კვირა დღეც რო იყოს და ისვენებდეს, მაინც სულ რაღაცას აფორიაქებულია და რაღაცას ეძებს ენერგეტიკულად, რომ აი დაკავდეს, ისეთია, ცეცხლოვანი ტიპაშია და უყვარს მუშაობა და გამომუშავება თანხისაც და ენერგიის ჩადებაც შესაბამისად და ძალიან ძლიერია თვითონ პიროვნება არის ძალიან ძლიერი. ყველა, ესე ვთქვათ, გამოწვევას ეს ადამიანი გადალახავს და მოვა თქვენთან. ეს არის ლომი, ძალიან ძლიერი მეფეა, თქვენი მეფეა და ეს სწორედ ის პიროვნება, ის იმპერატორია, ვიზეც მქონდა თავიდან საუბარი.
ადამიანი არის გრძნობით თქვენთან მიმართებაში და ენერგოცვლა გაგრძელდება და აღდგება ძალიან კარგად თქვენ ურთიერთობაში. ქალბატონებისთვის იყო ეს, მამაკაცი თუ უყურებთ, გეტყვით რომ ესეთი ძალიან ძლიერი პიროვნება, ქალი გელოდებათ, რომელიც ძალიან გენატყებათ და